საზოგადოების ნაწილი იქამდე ეწინააღმდეგება, ვიდრე საგანის სახელმძღვანელოს ფორმით გამოჩნდება. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს, დემოგრაფიულ ფონდს და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციას, რამდენიმე პოლიტიკოსიც შეუერთდა. მოწინააღმდეგები ამბობენ, რომ პრემიერზე ზეწოლა. ევროპული არჩევანი, ვიზა ლიბერალიზაცია, გარკვეულ საშინაო დავალებებთან არის დაკავშირებული. თუ ეს საშინაო დავალება გულისხმობს იმას, რომ ჩემი 10 წლის ბავშვი უნდა გათვითცნობიერდეს ისეთ საკითხებში, რომელიც ზნეობრივ ჩარჩოებში არ ჭდება, მაშინ მე ესეთი არჩევანი არ მჭირდება. ახალი საგნის მე და საზოგადოებას სწავლება არის კატეგორიულად დაუშვებელი, რადგან ის გულისხმობს მოზარდი და მცირეწლოვანი თაობის მორალურ გარყვნას. პრემიერ-მინისტრის განცხადება ჩემი აზრით არის გამომდინარე გარედან ზეწოლით. საგნის მოწინააღმდეგეებს შეკითხვები რჩებათ, პრემიერი კი ამბობს, რომ კითხვები ამოწურულია. მე და საზოგადოების ჯერ არ არსებული სახელმძღვანელო სამინისტროს გათვლით მოსწავლეებს მერხზე 2017 წელს დახვდებათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ კონკრეტულ საიტებზე პორნოგრაფიული მასალების გავრცელების გამო გამოძიებაა დაწყებული, რაც მთავარი ამ კატეგორიზებაში მოექცა გასპარ ნოეს სიყვარული. უწყების განცხადებით, საქართველოში პორნოგრაფიის შემცველი მასალის გავრცელება აკრძალულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაიცვას და აღასრულოს მოქმედი კანონმდებლობა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამაუწყებლო პაკეტში პორნოგრაფიული არხის განთავსების შემთხვევაში ის კოდირებული უნდა იყოს. გამოძიების მიერ სამართლებრივი წესის შესაბამისად დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეწოდა დასკვნა, რომ აღნიშნული ფილმები, მათ შორის გასპარ ნოეს სიყვარული, მიეკუთვნება პორნოგრაფიას. გასპარ ნოეს ეს ფილმი კანის ფესტივალზე გასული წლის მაისში აჩვენეს. კინომცოდნეები არ შეთანხმებულან იმის კლასიფიკაციაზე, რა არის პორნოგრაფია, უბრალოდ პორნოგრაფია, რომელსაც პორნო საიტებზე ავრცელებენ, გასაგებია, მაგრამ ფილმს როგორ შეიძლება ეს კატეგორია მივანიჭოთ და ცოტა სასაცილოა, რომ შსს თანამშრომლები აი ამ კვალიფიკაციას თვითონ ახდენენ. ამას რასაკვირველია უდის ცენზურის სუნი უკვე და ეს არის სამწუხარო, თორე თავისთავად ეს ფილმი შეიძლება ვიღაცას მოწონდეს, შეიძლება ვიღაცას არ მოწონდეს, მაგრამ აი ეს პრეცედენტი, როდესაც უკვე ხდება გარკვეული კონტროლი მხატვრულ ფილმზე, ეს არის შემაშფოთებელი. რეკლამის შემდეგ დღის სხვა სიახლეებს გაგაცნობთ. მხატვრის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ ახალი კატალოგი და ფონდის პრეზენტაცია. რამოდენიმე ნამუშევარი პირველად გამოიქმნება. მერაბ აბრამიშვილის გამოფენა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. მინდა მოგიყვეთ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ. ბატონო, პერსონალურია ნებისმიერი მონაცემი, რითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება. თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ, ვინ აგროვებს თქვენს მონაცემებს და რა მისნით. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ არასწორი და მოძველებული მონაცემების გასწორება ან წაშლა. თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ, სად ინახება თქვენი მონაცემები და რამდენად დაცულია უკანონო გამჟღავნებისგან. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. შეიძინა საკუთარი ბინა დირსიში. ღირებულების მხოლოდ 5%-ის წინასწარი გადახდა. დირს, სიგიჟეა, მაგრამ რეალობაა. წყალი მომწყურდა. რაღაც ხმა მომესმა ეზოდან. ტელევიზორი გამორთე. პროსტამოლ უნო. აწესრიგებს პროსტატის გადიდებით გამოწვეულ შარდვის პრობლემებს. მიიღეთ ხანგრძლივად 1 კაფსულა დღეში. უკითხარ? კი, პროსტამოლუნოს წყალობთ. პროსტამოლუნო აღარ გჭირდება თავის მართლება. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ნეტკრედიტი არის კომპანია, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს. ეს შეიძლება ყველაზე უმნიშვნელო ურთიერთობაა მსოფლიოში. და ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანი. ნეტკრედიტი მიესალმება გააზრებულ ურთიერთობებს. ამიტომაც ჩვენი მომხმარებლებისთვის ყოველი განმეორებითი სესხის საკომისიო 5%-ით მცირდება. მაქსიმალური ფასდაკლება 30%-ია, ხოლო სესხის მაქსიმალური ლიმიტი 1000 ლარია. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. Grants Plus Grandi
შენთვის შექმნილი წარმატების ფორმულა. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. დიდი გმირის და გაყინული შემქმნელებისგან. ზოოტოპია, ცხოველების ქალაქი. 3 მარტიდან კინოთეატრებში. Lenovo წარმოგიდგენთ Vibe X3 მძლავრი Dolby Atmos დინამიკები, კამერა 21 მეგაპიქსელი, თითის ანაბეჭდის სკანერი. Lenovo აღმოაჩინე მულტიმედიის სამყარო. ამერიკის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას საქართველოში. ისწავლე კომპიუტერული მეცნიერებები, კომპიუტერული ან ელექტრული ინჟინერია, ქიმია, ბიოქიმია. მიიღე ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოში. დარეგისტრირდი 15 მარტამდე და მოიპოვე $1000 თანადაფინანსება ავტომატურად. ეწვიე სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს და დაგეგმე შენი წარმატებული მომავალი დღეს. როგორ გადავიდი ახალ ბინაში პირველადი შენადანისა და ცესხის გარეშე? თუ შენ გაქვს ძველი ბინა, რომელსაც სიამოვნებით გაცვლიდი ახალში, მაგრამ არ გაქვს თანაზოგი და არ გინდა ცესხის აღება, M-კვადრატი გთავაზობს გადახდის სრულიად ახალ პირობას. 1090. შეარჩიე ბინა ჩვენს ვებგვერდზე ან გაყიდვების ოფისებში. კომპლექსში M-კვადრატი იბოდრონთან 2. დაფარე მშენებლობის დასრულებამდე, ანუ 30 თვის განმავლობაში ბინის ღირებულების მხოლოდ 10%. მაგალითად, ოროთახიანი ბინის შემთხვევაში თვეში დაახლოებით $184 გადახდა მოგიწევს. დანარჩენი 90 კი გადაიხადა კომპლექსის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, რაც საკმარისი დროა ძველი ბინის სარფიანად გასაგიდად. თანაც ამ ყველაფრისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობაა საჭირო. აქცია ვრცელდება M-კვადრატი იბოდრონთან 2 და Optima Isanis პროექტებზე. არ გაუშვათ შანსი იცხოვროთ უკეთესად. იარე შეუჩერებლად. დღეიდან სისწრაფეული მიტოვა. შეიძინე ულიმიტო 4G ინტერნეტი. თვეში მხოლოდ 5 ლარად. აქტივაციისთვის აკრეფე. 516 DS-ი. Beeline. ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. კვირის მთავარი თემები და სტუმრები. შეფასება. თვალსაზრისი, პოზიცია, ქრონიკის სტუდია, ღია სივრცე განსხვავებული მოსაზრებებისთვის. ყოველ შაბათს 8 საათზე ქრონიკის სტუდია. იმედზე. ეს არის ქრონიკა 8-ზე. თბილისის სპორტის ახალსასახლეში ჩოგბურთში დევისის თასის ევროაფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩები დაიწყო. საქართველოს ვაჟთა ნაკრები დანიის ნაკრებს მასპინძლობს. ტურნირის პირველ დღეს უკვე გაიმართა 2 ქართულ-დანიური შეხვედრა, თუმცა ორივე ქართველი ჩოგბურთელების ნიკოლოზ ბასილაშვილისა და გიორგი ცივაძის დამარცხებით დასრულდა. ნათია გაბოძე გვამბობს დევისის თასის შესახებ. დევისის თასის ევროაფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პირველ შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილი დანიელ კრისტიან სიქსგაარდთან დამარცხდა. თამაში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა და შეხვედრა დანიელის სასარგებლოდ 4 სეტში 3-1 დასრულდა. საქართველოს პირველი ჩოგანი მსოფლიო რეიტინგით 118 ადგილზეა. დანიელი კი ურეიტინგოა, ამიტომ მისთვის ქართულ ჩოგბურთელთან თამაშის მოგება წარმოუდგენელი იყო. ბასილაშვილისთვის კი წარუმატებელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტრამვაა, ამიტომ ხვალ გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა მონაწილეობას ის შემდეგ შეხვედრებში. დღის მეორე შეხვედრა გიორგი ცივაძესა და ფრედერიკ ნილსენს შორის შედგა. დანიელმა ქართველის დამარცხება 3 სეტში შეძლო. ბოლო 2 თვე არის ცული პერიოდი მიდგას. ფეხის ისეთი ტრამვა მაქვს, რაც ადვილი მოსარჩენი არ არის. მაგრამ თავის მართლობა საერთოდ არ მიყვარს და თვლი რომ იმსახურებდა დღეს მოგებას, კონცენტრირებული იყო მთელი თამაშის განმავლობაში. ჩემთვის ალბათ ჩემს კარიერაში ყველაზე რთული საღამო იქნება დღეს. ფიქრობ რომ ამ ტრამვის მორჩენის შემდეგ კარგად შემიძლია თამაში მომავალში. ეს შედეგი ჩემთვის დაუჯერებელია. საუკეთესო შეხვედრა იყო, რაც კი ჩამიტარებია. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან ნიჭიერი მეტოქეა. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო მისთვის მოგება, თუმცა მე ეს მაინც შევძელი. საკმაოდ რთული შეხვედრა იყო და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.
ქართველმა ჩოგბურთელებმა მეორე ჯგუფში თამაშის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც მესამე ჯგუფში ალბანეთს, ისლანდიას, მალტასა და ესტონეთს სძლიეს. 2017 წლის ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში თამაშის უფლებას მეორე ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. დანარჩენი გუნდები კი კვლავ მესამე ჯგუფში დაქვეითდებიან. მეორე ჯგუფის წრეზე 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. იმედია რომ მიუხედავად ცირედი ტრანზიტისა ნიკოლოზი შეძლებს და გამარჯვებას მოიპოვებს, ასე ვღიარავსო წარმატებით გაიგოს ამ ეტაპს ჩვენი ნაკრები. ძალიან მნიშვნელოვანი ჩოგბურთის შემდგომი განვითარების ეს მატჩი შეიძლება ითქვას ისტორიული წარი, იმიტომ რომ ჩვენ შევსებებდა შემდგომში უკვე პირველ ჯგუფში ვიასპარეზოთ. დევისის თასის ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ 5 თამაში გაიმართება. ხვალ ტურნირის მეორე დღეს დაგეგმილია წყვილებს შორის შეხვედრა. ბასილაშვილი ცივაძის წყვილს დანიელი ნილსენის და კრომანის წყვილი დაუპირისპირდება. დევისის თასის ევროაფრიკული ზონის მეორე ჯგუფის დასკვნით დღეს კი გიორგი ცივაძე კრისტიან სიგსგაერტს, ნიკოლოზ ბასილაშვილი კი ფრედერიკ ნილსენს შეხვდება. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი განსხვავებულ გამოფენას მასპინძლობს. მერაბ აბრამიშვილის გამორჩეული ნახატები და თანამედროვე არტ ელემენტებით გაჯერებული ფრესკები. 2006 წელს გარდაცვლილი მხატვრის შემოქმედება მრავალფეროვანი და შინაარსი დატვირთულია. ასე აფასებენ მას ხელოვნებათმცოდნეები. ნახატები საგამოფენო სივრცეში 9 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით დარჩება. მათი ნაწილი სოტბის აუქციონზეც გაიყიდა. ამ ექსპოზიციაზე კი ის ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც კერძო კოლექციებში ინახებოდა. შორნე კოპალეიშვილმა დაათვალიერა დღეს გამოფენო სივრცე. ჩემი იხსენებდა ერთ-ერთ მუზეუმში რაღაც მონუმენტს უყურებდა და პირველი იდეა მოვიდა და თვითონე დაიწყო ექსპერიმენტების ტარება. ეს არის ფირფიცარზე, ანუ ხეზე გადაკრული ბინტი, შემდეგ ეს ხის წებოთ და ცაცით დაგრუნტული, რომ შენარჩუნებული იყო ეს ფრესკული სტილისტიკა. ხატავდა და მე შემდეგ ჩამორიცხავდა ამას, რომ შეენარჩუნებიდნენ ის სიძველის და ის კედელზე მონუმენტურად დახატული ნამუშევრის ფაქტურა. სამყაროს იდუმალებას, რომელიც საკუთარ ნამუშევრებში ასახა, მისი არ ყოფნის შემდეგაც გვაცნობს. ლევკასის ძველი ფრესკული ტექნიკით მერაბ აბრამიშვილმა მხატვრობაში საკუთარი ხელწერა დატოვა. ვარიაციებს ერთსა და იმავე თემაზე ეტაპობრივად ცვლიდა. როგორც ამბობენ, ის, რასაც მისი ნამუშევრები ვიზუალური სიმბოლოებით ყვებიან, ნოსტალგიაა. ნოსტალგია სრულყოფილებაზე, სამყაროზე, რომელიც რეალობაში არ არსებობს. მერაბ აბრამიშვილის შემოქმედებამ 3-4 ბაღის რჩეულ პერსონაჟებთან ერთად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მოიცვა. რამოდენიმე ნამუშევარი პირველად გამოიფინება. ყველა ის მოტივი, რაშიც მხატვარი მუშაობდა, თავის გამორჩეული სტილით, რომელიც ტექნიკით, რომელიც მან ქართული ფრესკული მხატვრობიდან ისესხა და გადაამუშავა. ჩვენმა გალერეამ წარადგინა ის სოტბის საერთაშორისო აუქციონზე და ამ გამოფენაზე წარმატების შემდეგ უკვე მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები სისტემატურად გადის უკვე საერთაშორისო აუქციონებზე. თანამედროვე მსოფლიო სახელოვნებო სივრცემ მერაბ აბრამიშვილის შემოქმედება უკვე აღიარა და 2013 წლიდან საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა საერთაშორისო ხელოვნების ბაზარზე. გამოიცა მხატვრის ნამუშევრების რიგით მესამე კატალოგი. გამოფენის გახსნაზე ფონდ ბიზონის პრეზენტაციად შედგება, რომელიც მხატვრის შემოქმედების საავტორო უფლებების დაცვაზე იზრუნებს. სოტბის აუქციონის შემდეგ ძალიან ბევრი ყალბი მერაბ აბრამიშვილი გამოჩნდა. არის საფრთხე იმის, რომ უფრო და უფრო მეტი და მეტი ყალბი მერაბ აბრამიშვილი გამოდა, ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ეს ფონდი და ჩვენთან შეუძლია ნებისმიერს მოიტანოს სურათი, გვაჩვენოს და ჩვენ უკვე ოფიციალურად დავადასტურებთ, ეს არის თუ არ არის მერაბ აბრამიშვილი. ფრესკული გამჭვირვალეობით მისი ნამუშევრების საგამოფენო დარბაზს იმ სივრცე დაქცევს, როგორცაც ქმნიდა. მერაბ აბრამიშვილის ამ სამყაროში მოგზაურობა დამთვალიერებელს 9 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით შეუძლია. და ბოლო ინფორმაცია ხვალინდელი ამიდის შესახებ. ასეთი იყო 4 მარტის მოვლენათა ქრონიკა. მეორე შაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.
სერიალის სპონსორია ჰერბიონი, სპეციალიზებული სიროფები, მშრალი და სველი ხველის სამკურნალო. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდით მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ენდემოლი წარმოგიდგენთ. ნამსხვრევები ნურგული შილჩაი ერქან პეთეკაია ებრუოსკანი ჯემალ ხუნალი თოლ გათეკინი ნურს ელქოსე ერთუღრულ პოსტოღლუ გუნეშ ემირი ელვინ აიდოღლუ ალინ აბოზი ბურაკ თოსკოფარანი, ლეილა თანვარი, ასლინ ჰარკაფანშაჰინი, გამზებ ალიმი. ოპერატორი ვოლკ ანასლანი. კომპოზიტორები აიშე ონდერი, მაიკი. სცენარის ავტორები ილდის თუნჩი, მურატ ლუთფუ, მეთინ ალი. პროდიუსერი ოზლემ ლურცევერი. რეჟისორი ჯევდეთ მერჯანი. ნამსხვრევები გისმენ ილდირი ჯიჰან თავისუფალი ხარ ხელმძღვანელგიშლი არა გისმენ საბადოების საბუთები შევამოწმე შენ რომ გამომიგზავნე ხელშეკრულების პირობებსაც გადავხედე კარგია და რა სიტყვი ეს საბადოები ძალიან კარგი კაპიტალ დაბანდებაა ახლა ვეგეთქვი რომ ძალიან დიდი წარმოება გამოვა და უზარმაზარ მოგებას მოიტანს როგორ გონია მართლა მომგებიანი რომ არ ყოფილიყო ამ საქმეს ხელს მოგვიდებდი მართალი ხარ და დაფინანსებას როგორ აპირებ კერძო სექტორიდან კარგი იქნებოდა მაგრამ დასაწყისისთვის ალბათ ბანკიდან კრედიტის გამოტანას ვამჯობინებდი მეც ასე ვფიქრობ მაშინ